ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ცოტა ხანი დავისვენოთ და მუხის მასალას მივხედოთ. ეგ უკვე დავჭერი. დაჭერი? რა არ უნდა დამეჭრა? არა კი, მაგრამ რა გამიკვირდა როგორ როდის მოსწრო მეთქი რა ვიცი. ხო, რა ვიცი, საქმე წინ წავიდე ცოტა. აი ბატონო, მაშინ ნაძვის მასალას მივხედოთ. ეგეც გავაკეთე. და რამე საქმე დატოვე გასაკეთებელი? კი, საზინებელი დავამთავრე და შენი შემოწმება საჭირო რა. მაგას მაინც ვნახავ, რაღაც საქმე ხოლმე გავაკეთო მეც. კარგი, სანამ შენ შეამოწმე, მე რაღაცებს ამოვალაგებ. ბიჭო, მოდი ცოტა დაისვენე, ყავა დალია და მე მივხედოთ ერთად რა. კარგი. ვა. ბობა. რაღაც მინდა გითხრა. გითხრე. მე რიდება, მაგრამ და ცოტა ადრეც არის. მაგრამ აი ხილფასები თუ იქნება ცოტა ადრე. არსენ, ხილფასები მე არ მეხება, ეგ კასპერას საქმეა და თან კიდე შენ ხა რა ვიცი გამოსაცდელი ვადით ხარ და არ მგონია კაი აზრი იყოს ხილფასის მოთხოვნა. გასაგები. მაგრამ რამეში თუ გჭირდება და საჩქაროა, მითხარი მე. არა, ყველაფერი კარგად არის, მადლობა. აი, მაშინ დავისვენოთ და მივხედოთ საქმეს. კარგი. ისინიც გამოსაბანია სულ. არ გელოდებოდით, თორე უფრო მომზადებული დაგხვდებოდით. ხო და მაგიტომ დაგირეკეთ, რომ შემეხსენებინა. არა, ხსომებით მახსოვდა, ხა ეგეთი დიდიც არ ვარ. მაგრამ უბრალოდ არ მეგონა ისე მალე თუ მოიტანით. მეზობელს დიდხანს ვერ ვალოდინებდი. დამონტაჟებას დიდი დრო უნდა? მაქსიმუმ 15 წუთში მზად იქნება. უი, ამ დროში ყავის დალევას მოვასწრებთ. არა, მადლობა. მე ბიჭებს უნდა დავეხმარო და მე სამსახურში უნდა მივბრუნდე. კაი რა, ჩემ გამოწამოხვედი სამსახურიდან, მე საყვადური არ გითხრა. არა, უბრალოდ რაღაც პატარა საქმე მაქვს და მაგიტომ ბრუნდები. ანუ ყავა ვერა. დღეს ვერა, მაგრამ სულ აქ ვარ და სხვა დროს იყოს. კარგი, მაშინ იცი რა, პირობა. კი ბატონო. რა შვებით გოგოებო? ამ წამს თუ დღეს აღამოც. არა ამ წამს. ვერ ხედავ ჭამთ. მე მეგონა ჩემ თანამშრომლებს ღირსეულ ანაზღაურებას ვაძლევდით. აღმოჩნდა რომ თურმე დილიდან საცხობის ლობიანებს ჭამ. ლობიანი საცხობში სხვა ბაბა. საფინგლეში ვარ იქნება. სხვათა შორის პირველი საათია. ჩვენ კიდე დილიდან ვმუშაობთ. კარგია მიირთვით. მადლობა. არა მე ხო ის დილაობით ვერ ვჭამ. არა უშავს მეტი დაგჭება. კაი, წავედი მე. ზემოთ მივხედავ ოფისში რაღაცებს და ჩამოგაგებ. იბარება. კარგია.
გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? ჩვენც კარგად ვართ. უბრალოდ შენ. ამ საღამოს სამსახურის მერე გამოდი ჩვენთან. აუ დღეს მართლა ვერ შევძლებ. სამსახურში უნდა ვიყო გვიანობამდე, ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს. არა უშავს. რა დროც არ უნდა იყოს, როცა დაამთავრებ, დაგელოდებით. თუმცა მთელი შემადგენლობით არა, გია ქალაქარით არის გასული. ხო და მე და რაზე აუცილებლად ვიქნებით სახლში. ნუ, რადგან ესეთი კატეგორიული მოთხოვნა არის, მაშინ ყველა ვარიანტში მოვალ. კატეგორიული მოთხოვნაა. კარგი, მოვალ. კარგი, აბა საღამომდე. დროებით. მოიცაი, მოგიტანა. ცხელია ჯერ მოიცადა გაგრილდეს. მანახე აბა. ახ, ისე მткиვა თავი. 37 და 3 გაქვს. დაგიწია რა გინდა? აი, გარი ყველაზე ცუდი სიცხე. ჩემთვის არის 38-ზე უფრო კარგად ვარ, ვიდრე 37-ზე. აი, რანაირად ხარ ბავშვობიდან ესეთი წუწუმა მითხარი? წუწუ და რატო არის დაგირეკე? არა მოვიდეს და რაბე არ გადავდო თქო. ხო და კიდევ კარგი გაუფრთხილებლად ამოვედი. გაიწიე, გეხატები რაღაცას გადაგდებ და მერე გაბრიელს გადადებ და მერე უნდა ვიდერვიულო. ჯერ ესეთი მე ძალიან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს, ხო იცი და მეორე ერთი გაბრიელი ქეთიმ წაიყვანა. ქეთი? დედაჩემმა ქეთიმ. ქეთისა გავახსენდა. იმ კონსტანტინეს ეს არ უნდა შევარჩიდოთ. აუ, კარგი რა, მთავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მე ჩემს მიზანს მივახციე და ხა დანარჩენი. ხო, ეგეც არის თავარია შეხარ კარგად. ვიდერვიულობ დავლევ. დიახ. ხო და მე კიდე შენთან საჭიროოდ ამოვედი და შენ აქ 40 სიცხით მიწევ ხარ რა არის? მე 40 სიცხითაც გადასარევად ვჭორავ. თა გოგა ისეთი შეყარებული გააძრო. ეგ არ მოგიყვე. გავგიჟდები. არა, გააქვს ფოტო? კი. მანახე. ეხლა ერთი წუთი. ეს არის. არ არსებობს. იცო? კი, ეს ლილუ არ არის? ხო. ჩემ მეზობელია. შეგააცადე ერთმანეთს შენ დავღუპე? არა, მოკლედ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. გოგა იყო ერთხელ ჩემს სახლთან მოსული და მე მეგონა რომ ჩემთან მოდიოდა. ძალიან მთვრალი იყო და რო ვკითხე რომ ჩემთან მოდიხარო, არაო, მანქანაო ვიღაცამ გამისვაო და იმასთან მივდივარო და მაშინ კი მივხვდი რომ რაღაცა იყო. ხო, და ალბათ მაქედან დაახლოვდნენ. ხო და მეც ეგრევე გვიეჭვე, მაგრამ მე ისეთი ამბები იყო რომ საერთოდ დამავიწყდა. და ეს გოგო რა ტიპია დაახლოებით? იცი რა ვიცი, აი ცოტა დამაბნეველია. ანუ? ნუ აი რა ვიცი რაღაცნაირია რა, გაბნევს. და ვიდმე სიცოცხლე ვის გარშემო? მაგისი ოჯახის წევრები მყავს ნანახი, მამა მე მგონი ბიზნესმენია თუ რაღაც და დედა არ ვიცი. ბიზნესმენია? ან ფული აქვს? საკმაოდ. რა ვიცი, აბა ეს გოგო ჩემი ძმის ფულებს რას გადაეკიდა, რომელიც არა გოგას. რა გოგასა და აქვს ფული. რა მოხდა? აქ იყვნენ და მთელი საღამო ეს გოგო ეწუწუნებოდა, რომ ეს იტალიაში მიდა წასვლა, ხო გამიშვება, ხო გაუჭე და ხო შენ რო ხარ ხუდგორებაში იმისთან სულად. რა? მოიცა და თუ იტალიაში წასვლა უნდა, მაშინ მშობლებმა გაუშვა. ხო და არ ვიცი, მშობლებს ალბათ არ ელაპარაკება, არ ვიცი. ხო და ერთად უდად გადასვლა და ჩემა ძმა ბინის ქირაზე უნდა იფიქროს თუ აგოგოს იტალიებზე უკვე ვეღარ გავიკენ რა. ვერ გავიგე, ესე სერიოზულად აქვს უკვე? კი, შენც გიკვირს ხო, მეც. ხო, მაგრამ ძალიან მალეა. პატარები არ არიან? ძალიან ბევრჯერ ვცადე რომ ამეხსნა და ხო იცი გინდა რომ მიახვედრო რომ ჩქარობს, მაგრამ რა თან ეხა ისე ჩავერიო რომ ვაწყენი რომ არ მინდა ერთი ეგ ოჯახის წევრი შემჩადა. ეხა მე გოგას არ ვეცილები ნამდვილად არაფერში, მაგრამ მე მგონი მე ჩემი ოჯახის წევრი ვარ. კარგი, გაიწიე, გადაგედება. არა.
ამოყავი ახლა ტელეფონიდან თავი და მითხარი რა მოხდა. რაზე რა მოხდა? რაზე რა მოხდა? რა ქნა გოგა მეგეთი რომ 2 დღე ესეთი გაბრაზებული დადიხარ. რა ვიცი აბა. ლილო ნუ დამღალი მითხარი ეხა რა ხდება? რადა. ხო იცი რომ ჩვენ ერთად გადასვლას ვაპირებდით. აპირებდით რა აღარ უნდა ვაჟბატონს. არა მაგას უნდა. მე აღარ მინდა უბრალოდ. რატომ? რა ვიცი უბრალოდ ძალიან იმედ გაცურებული ვარ რა. რატო? რატო და აი რომ მეუბნება ბინა ვნახეო. და ეს ბინა რავი ქალაქის ყველაზე გადაკარგულ ნაწილში როა. და მე რო ვთხოვ რომ უფრო ცენტრისკენ ნახოს და არ ემეტება. რა ვიცი. და მაგის გამოიჩხუბეთ? და არ იყო საჩხუბარიან გასაბრაზებელი? ლილო, შენ თუ გარეუბანში გადასვლა არ გინდა იყავი, აქ კი არ გაგდები. მე ლიზი ვიცი რომ არ მაგდებ, მაგრამ სამუდამოდ ჩვენ ხო არ ვიქნები. აი უბრალოდ აი ეს დრო ახლა სულ მეგონა რომ გოგა ის ადამიანი იყო, ვისაც ყველაფერი შეეძლო რომ ჩემთვის შეესრულებინა და ყველანაირი დაბრკოლება გადაელახა. რავი, ბოლო-ბოლო მე სახლიდან წამოვედი და მშობლებთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე. ყველაფერი გავწირე საერთოდ. და თვითონ ის არ შეგვიძლია რომ რა ისეთი ბინა იპოვოს რომ მან ცხოვრება გამიხარდეს. გადმოვიდეს მაშინ გოგაცაბა, რა ვქნათ? ლიზა არ მეხუმრება ეხა. კაი, ბოდიში. აი მართლა არ ვიცი. ამ ხელაგზაზე როგორ უნდა ვიარო. საკუთარი მანქანაც ამყავს და რა ფეხით ვიარო? აი ახლა მივხვდი რატო გასწავლა ველოსიპედის ტარები. კაი, მორჩი მართლა. აი ყველანაირი წარმოდგენა ჩავამეშალა გოგაზე საერთოდ. და ძალიან მეშინია რომ მამაჩემი მართალი არ აღმოჩნდეს თუ რაღაცა ეგეთი. ჩაი გინდა? შენ თუ გამიგეთა მინდა. გაგიეთ. რეზი, ნამდვილად საკმარისია ნამცხრები. კი. ისე სადილი ხარ უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი. აი შენ უფრო ხშირად გნახულობს და შენ უფრო იცი რა უყვარს. რავი, დედა ხინკალი უყვარს და შენი ხინკლის კეთება რო ვიცი, ნამცხრები ჯობდა ისე. თან კობას ვკითხე და ძალიან უყვარსო. კობა? კასპერას საუკეთესო მეგობარია. აი ეს კასპერა რა არის? დათოც უხდება. არა, თუმცა მე ლევანი დავარქვი და დედა, მიჩვეულია კასპერას.